ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა 13 გვერდიან ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ საკუთარი შეხედულებები გაწერა. გასულ წელს მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული გამჭვირვალობის შესახებ და LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული 2 კანონი გააკრიტიკა და მათი გაუქმების რეკომენდაცია გასცა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ, რომელიც ამოქმედდა 2024 წლის 28 მაისს და დარწმუნდეს, რომ ნებისმიერი კანონპროექტი, რომელიც მას ჩაანაცვლებს, მკაცრად შეესაბამება საქართველოს ვალდებულებებს, ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო კანონმდებლობით. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს 2024 წლის 17 სექტემბერს მიღებული კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. უკან წაიღოს არსებული კანონმდებლობიდან გენდერისა და გენდერული იდენტობის ამოღების შესახებ წინადადება. ამ მოთხოვნების მიღმა კანონმდებლებმა არგუმენტები ვერ ამოიკითხეს. მაიკ ოფლაჰერტს ჯერ კიდევ 2014 წელს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი შეახსენეს და განმარტეს, რომ ახლა მიღებული კანონის ერთადერთი მიზანი LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაა. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც საკვირველია ის მოწოდებები, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებისგან, არასდროს არ იქნება გაზიარებული, მით უმეტეს, როდესაც ეს ადამიანები, ბიუროკრატები ითხოვენ ისეთი კანონების გაუქმებას, რომელსაც ფართო კონსენსუსი ჰქონდა ჩვენ საზოგადოებაში, მათ შორის ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონის მიმართულებით ან გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. სახელისუფლებო პარტიისთვის მიუღებელია ქართული გამჭვირვალობის კანონის მისამართით კრიტიკაც. ამბობენ, რომ მემორანდუმში ჩაწერილი მოთხოვნა ევროპელი ბიუროკრატების პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. ორმაგ სტანდარტზეც საუბრობენ და განმარტავენ, რომ ანალოგიური კანონის მოქმედების მიუხედავად შეერთებული შტატების მისამართით კრიტიკა არ ისმის. მე ძალიან მაინტერესებს მაგალითად ამერიკის მხარესაც იგივეს მოუწოდებთ თუ არა, ვინაიდან სულთან ხვედრაშია ჩვენი შეხედულებები ამ საკითხთან მიმართებაშიც, ისევე როგორც სხვა ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასთან. სავარაუდოდ ვერ გაუბედავენ. როდესაც ევროპა გვეუბნება, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა, რატო არ არის ეს გამჭვირვალობა მათ მიერვე დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის მისაღები. ამიტომ აქ რა თქმა უნდა ნათელი პასუხები არ გააჩნიათ, ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი. რა თქმა უნდა ვიცავთ ადამიანის უფლებებს, რომელიც დაცულია კონსტიტუციით, კანონმდებლობით. რა თქმა უნდა, არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევით. ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიციაც პირდაპირ ემთხვევა ქართული ოცნების პოზიციას და პოლიტიკას ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. ანგარიში კომისარმა 21-23 იანვარს საქართველოში ვიზიტის შემდეგ დაწერა. ამავე დოკუმენტში ოფლაჰერტი მე-11 მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებულ იმ კანონებსაც აკრიტიკებს, რომელიც საპროტესტო აქციების შემდეგ სახელისუფლებო პარტიამ მიიღო.